რას აკეთებ იმისათვის, რომ 7 სიბერე გქონდეს? როგორ უფრთხილდები? რით იკვებავ შენს ხელს? რით იკვებავ შენ გონებას? ჯანსაღი ფიქრებით? ჯანსაღი საკვებით? რას ეუნები შენ თავს ყოველ დღე? რას ეუნები სხვებს? ეუნები სხვებს, რომ პიროგ ბორტკი ყვარს ისინი, თუ სხვებს ეუნები, ნიშნავს, რომ შენ თავსაც ამას ეუნები. საავადმყოფოში ვარ და აქ არის ერთი ქალბატონი. უბრალოდ ბევრი არის ასეთი, თუმცა ერთის მაგალითს მოვიყვან. უსუსური, დაუცველი, ისეთი გამხდარი. და იმდენად დასუსტებული არის, რომ მაგალითად დღეს, ამდენი ხანი უკრავდა, დღეს შეძლო, რომ აი ტელეფონი დარეკვა და ასე შემდეგ. ეკთნები რაი ყოველ წამს როგორ შემოვლენ, რომ მიექცევა ყურადღებას ამდენი ცუდად ყოფილი ადამიანი არის, ხო? არავინ არ ყავს, ავარდათ ამ ქალბატონს სულ მარტო არის. და ახლა ზევარ და უსმენ რეკავს სადღაც, ვიღაცას დაურეკა რა. ის ახალგაზრდა ბიჭის ხმა იყო, შეიძლება შვილიც იყო, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში რაც აქ არის, სადღაც ერთი კვირა იქნება, რაც გადმოიყვანეს დედაჩემის პალატაში და ჯერ არავინ არ მოსულა მასთან. და დასრული არის აქ ცოტა დავჭდები. და რეკავს ცხელ ხაზზე, სავარაუდოდ. იმიტომ რომ სხვასთან ადამიანიც კი არ ყავს ისთან დარეკავს და ის რაღაცებს ეუნება, ძლივს საუბრობს და ის ეუნება, რომ გასაგებია ქალბატონო, მოდით ვილოცოთ ერთად, გნებავთ რომ თქვენ ერთად ვილოცოთ, ანუ რაღაც ცხელი ხაზი არის სავარაუდოდ. ხო ეს ქალი ეუნება, რომ ის მაქვს, რა ქვია, anxiety. შფოთვები მაქვსო. კაცმა შესთავაზა ლოცვა. ლოცვა ძალიან კარგი არის, მაგრამ ამ ადამიანს რეალურად გვერდში მდგომი ადამიანი უნდა. რას აკეთებთ, რომ მარტო არ იყოთ სიბერეში? ვისთან ერთად ხართ? შეიძლება გყავდეთ ყველა, მაგრამ სულ მარტო გრძნობდეთ თავს. ნიშნავს, რომ არასწორი გზა აირჩიეთ. არასწორ ადამიანთან ერთად შექმნით ოჯახი. რას აკეთებთ, რომ მარტო არ იყოთ სიბერეში? განიკურნეთ ტრავმებისგან, წარსულისგან, წყენისგან, აპატიეთ, გაუგეთ ყველას, შეიყვარეთ უპირობოდ. ხალხი, რას აკეთებთ, რომ მარტო არ იყოთ სიბერეში? ასრულებთ თქვენ მისიას, რისთვისაც აქ მოხვედით? თუ წუწუნებთ, სამსახურში ხართ, რომელიც არ მოგწონთ, რადგან იცით, რომ თქვენი არ არის, მაგრამ მატერიალურის გამო ვერავნებებთ თავს გიშინიათ, გონიათ, რომ კონტროლით თქვენ შეძლებთ რამის გაკონტროლებას, ეს ხომ ილუზია არის. ხო და კიდევ ერთხელ გეკითხები. რას აკეთებ, რომ ბოლოს მარტო არ დარჩე დაუცველი, რომ არ განახოს ცხოვრება, რომ ილუზიაში ცხოვრობდი, გეგონა რამეს აკონტროლებდი, სინამდვილეში კი შექმენი არაფერი. სიყვარულიც კი არ დასთესე, იმიტომ რომ სულ დაკავებული იყავ. ამბობდი, იმას ხვალ ვნახავ. ვერ გაეცი, არ გაეცი და არ მიიღე არაფერი. ამიტომ რა კითხვასაც მე ახლა შენ გისვა,
დაუსვი საკუთარ თავს. რას ვაკეთებ, რომ სიბერეში მარტო არ ვიყო? გავაკეთე ჩემი გასაკეთებელი? აბა დროებით. რასაც ვდობა, მოდეჩი. 10 დღე თუ მეტი არაც აქ ვართ და რამდენსაც ვდობას უყურებ მარტო ხელა, მარტო სულ ადამიანებს. ისინიც იყვნენ ჩვენსავით ახალგაზრდები. არ ფიქრობდნენ ამ ყველაფერზე, არ უსვამდნენ ამ კითხვებს საკუთარ თავს. რა ხდა? გახდნენ უსუსურნი, დაუცველნი. აბა დროებით დაუსვით თქვენ თავს ეს კითხვები.